არც დროს არაფრის თავი არ მაქვს, მუდმივად უენერგიოდ ვარ. დილის სკოლისთვის გაგვეცემათ ძალიან მეზარება და დავალებებს გულს საერთოდ ვეღარ ვუვდებ. თუ შენი თავი ამოიცალი, სამრჩევას მოგცემ, იქნებ გამოგადგეს. პირველი. მიაქცია ყურადღება შენს კვებასა და ძილს. ხშირად უენერგიობას უძილობა იწვევს. მოზარდს დღეში საშუალოდ 8 საათი უნდა ეწინოს. თუმცა ზოგისთვის შეიძლება ესეც არ იყოს საკმარისი დღის განმავლობაში დაკარგული ენერგიის სასანაზღაურებლად. რაც შეეხება კვებას, ხშირად გაზიანი სასმელები, ენერგეტიკულები და ბევრი შაქარი გვატუნებს. ამიტომ თუ აკონტროლებ შენი კვების რაციონს, უკვე შეინარჩუნებ ენერგიასაც. მეორე. დაიწყე პატარ-პატარა ნაბიჯებით. ხშირად თუ რამე დიდი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, უბრალოდ ამაზე ფიქრიც გვეზარება ხოლმე. ამიტომ სცადე მსუბუქი ნაბიჯებით დაწყება. მაგალითად, თუ ისტორიაში 20 გვერდი გაქვს წასაკითხი, დაიწყე წინა პარაგრაფების გამეორებით, ან პატარა ჩანაწერების გაკეთებით. ასე ნელ-ნელა მოხვალ ენერგიაზე და შერებით უფრო მსუბუქად მოგეჩვენება 20 გვერდიანი გაკვეთილი. მესამე. შიგადაშიგ მოშორდი ეკრანს. ხშირად ჩვენს უენერგიობას სწორედ ისეთი აპლიკაციები იწვევს, რომლებსაც არც ფიზიკური შრომა და არც გონებრივი დატვირთვა სჭირდება. ამიტომ ტვინი ავტომატურად ზარმაცდება. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თუ დილას ეგრევე ტელეფონის ხელშეაღებით არ დაიწყებ, შენი დღე უფრო პროდუქტიული იქნება. ამიტომ სცადე სხვა აქტივობები, მაგალითად ხატვა, მეგობრებთან ერთად გასვლა ან მუსიკის მოსმენა. და შენ ხშირად გაქვს ხოლმე უენერგიო დღეები? დაგვიწერე კომენტარებში.